კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს არხზე. ეს არის შაბათი და მე და სალომე მივდივართ ოპერაში მაგნატუნაზე. იმედი ამზე ძალიან არ მანათებს და ცუდად არ ჩანს ჩრდილები. რამდენიმე წელი აქვს გეგმა მაგნატუნაზე წასვლა სალომესთან ერთად, თუმცა ყოველთვის ბოლო წამს მახსენდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ბილეთები არის გადაყიდული და წელს ძლივს დავიჭირეთ თადარიგი და შევიძინე ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე. და 3 საათზეა ოპერა. საღამოს მერჩიუნა, მაგრამ აი მე რა უმოძიეთ შემიდა. ისეთი გადაბრანჭული ვარ. ჩემ თავს ვერ ვცნობ და მგონია რომ too much ვარ. ხო, ქორწილში არ დავდივარ ესეთი გაბრანჭული ხოლმე. ეხლა ოპერის დრეს კოდი ისე გავითვალისწინე რომ ჩვენ მაგალითად იმით რა ვიდეთ. ზიარა როგორ მოგეწონა პირველი აქტი. ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი. ძალიან ლამაზად და ძალიან სინქრონულად იცეკვეს. და ჩვენი ფავორიტია ბარბარე. აზიელი ბალერინა ტომონი კაგავა, რომელიც საოცრად ცეკვავს მართლა. და ისეთი დახვეწილი მოძრაობები აქვს, ისეთი ლამაზი კოსტუმებია და ამ გოგოს განსაკუთრებით ლამაზი კოსტუმი აცვია, რომ პირველი იყო ძალიან მაგარი, ჭველა კაბარეტის ცისფერი. წება მეორე მოქმედება. ვალენტინობა ახლოვდება და ყველგან გულებია. მე ძალიან მიყვარს ვალენტინობის დეკორაციები. სალომე შევიდა. სანის უნდა უყიდოს რაღაც. შედი და იკითხე რა პარე. ასაფიორი მარაო. ძალიან კარგი ადგილი ჩანს. ცეზარი ქათმის გარეშე. მე და სალუ თუ შევჭამთ მხოლოდ. ნიკა რო იყოს ფილეს მას მივცემდით, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ no waste. როგორც იქნა დავუბრუნდით სახლში. თითქოს ბევრი არაფერი გვიკეთებია, მაგრამ მაინც მთელი დღე მოგვიწია გარეთ ყოფნა, 3-ზე იყო. ოპერა რომ დასრულდა, შემდეგ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით თუ სად გვეჭამა და ძალიან დიდი დრო დავკარგეთ პარკინგის ზებნაში, დაახლოებით 6 წრე დავარტყით და ძლივს დავპარკინგდით. რესტორანში ვიღებდით ვიდეოს, მაგრამ სამწუხაროდ ხმა არ ჩაიწერა. სალომე იძახის ყველაფერს შელოცული როგორ აქვსო, მაგრამ არა უშავს. ეხლა გეტყვით რასაც ვამბობდით იმ ვიდეოში. ესე იგი, გუშინ ვიყურეთ Netflix-ზე ფილმს ნონას, აი ეხლა მაქვს ჩართული Netflix-ი, რაღაც ყურება გვინდა და გაჩვენებთ. არ ვიცი ჩანს თუ არა, ეს ფილმია.
ძალიან მსუბუქად საყურებელი კომედია. დიდად კომედია არ იყო ჩემთვის, მაგრამ ხო, არა, კომედია არ იყო, საოჯახო ის. ხო, რაღაც საოჯახო ფილმია, სადაც ერთი კაცი, რომელსაც გარდაეცვლება დედა, გადაწყვეტს, რომ რესტორანი გახსნას, იტალიური რესტორანი, დედის და ბებიის საპატივცემულოდ. და აღწერილია ის მისი გზა, რა გზას გადის, როგორი რთულია მისთვის ამ რესტორნის ბიზნესის წამოწყება და საბოლოოდ გამოუვა ყველაფერი. ხო, ერთხელ საყურებლად ღირს. და ამ იდეით შეპყრობილმა სალომემ გადაწყვიტა, რომ დღეს გვეჭამა იტალიურში. და ასეთ ვისე კარგი იყო, მაგრამ არ არის ადგილი, რომელსაც ესე დიდი სიამოვნებით დავუბრუნდებით, იმიტომ რომ არ ვიცი, ცოტა მომსახურების სფეროში უჭირთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქაოსი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო, უფრო ბევრი ხალხია ხოლმე სხვა რესტორნებში და შედარებით უფრო გამართული არის ხოლმე სერვისი, მაგრამ აქ ცოტა გაურკვევლობები იყო და აგვიანა ჩვენმა კერძმა ჩვენს შემდეგ 15-20 წუთით გვიან მოსულ ადამიანებს მიუვიდათ თავენთი კერძები და მოკლედ ძალიან გაიწელა ჩვენი ვახშამი იქიდან გამომდინარე რომ სალათმა და ფრიმ ძალიან დააგვიანა დაახლოებით შეკვეთიდან 1 საათში მოვიდა. მაგრამ ნორმალური ადგილია შეიძლება პიცის გასასინჯად კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ. ჩვენ ახლა მოვწესრიგდით, მოვკალათ გვინდა რომ Netflix-ზე რაღაცას ვუყუროთ და ამასობაში მე მოვგსოვ დავიწყე გსოვა შარფის მგონი არ ვიცი დაახლოებით 1000 ჯერ დავშალე და თავიდან დავიწყე რადგან რაღაცები მერევა ხოლმე და არ ვიცი ისევ თავიდან ვიწყებ გსოვას ეს გუშინ დავიწყე და იმედია ისევ არ ამერევა რაღაცები და თავიდან არ მომიწევს ამის მოგსოვა. ამაზე შორს ვერ წავედი. აქამდე მოვგსოვ, მე ისე ვშლი, თავიდან ვიწყებ და მოკლედ იმედია საბოლოოდ მომავალ ზამთარში შარფი იქნება, ან არ იქნება. არ ვიცი. ძალიან სასიამოვნო პროცესია. დედაჩემი გსოვს საოცრად, აბსოლუტურად ყველაფრის მოგსოვა შეუძლია და მეც მინდა რომ ეგრევე ვიყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამომივა შარფს, ალბათ ვერ გავცდები. თუმცა მაინც ვცდი. No, you're right. You're right. Alex would never go skating. What? Vacation, Alex. სალომ მოვიდა. ეხლა წავალთ გამიზეირნებთ და შევჭამთ. 2 hours later. სულ მინდოდა ამის გასინჯვა. და არასდროს არ ვყიდულობდი, არ ვიცი რატო და ეხლა ბარემ გავსინჯოთ, taste test-ი გავაკეთოთ და ვიცოდეთ რას ვყიდულობთ ბავშვს. ხო? იქნება არ არის გემრიელი. აი ეთქაია? 100 გრამზე აქვს 65 კალორია. და ეს არის 90 გრამი. სალომე იღებს TikTok. სენსეს გავასინჯოთ. ჩანა მოდი გაჭამო პიულე. მოდი გაჭამო. სანისაც მოეწონა. არ ვიცი, ისეთ ფასტეკლებაზე და სალომე ნივთები რომ შოქში ვარ. წავედით ახლა მეორე GPS-ში და შემდეგ წავალთ საჭმელად. ვაიმე 6-ის ნახევარი დღეს არის გუჭამია. მირინდა და მინდა რომ თქვენც მოასწროთ სანამ რა უნდა მოასწრონ სალ ყველაფერი შენიყიდა. მინდა რომ თქვენც მოასწროთ სანამ არის რაღაცები დარჩენილი და ამიტომ ძალიან მალე გავდებ ამ ვიდეოს რომ ფასაკლები გაწევა ყველაფერი ვიყიდა და მე ახლა რა ვეძებ აღარ მე ამას რუსულად აწერია, მაგრამ მაინც გემრიელია. ესე იგი, ჩემი დაკვირვებით სანის თუ დიდხანს მარტო დავტოვებთ ხოლმე ერთი დღე, მე 1-2 დღე სულ ტირის რომ ან სახლში არ დატოვო, ან მანქანაში. რაღაც საოცარ წკმუტონის ხმებს უშვებს ხოლმე. და ძალიან სასაცილო და საყვარელია. შენ ზემო ვიზე ვიტყვი დაადე აქ კამერა და მოატრია და მაინტერესებს აბა ჩამოთვალ ახლა ვის რა გაცნია სალომეს შარვალი, სვიტრი და ფეხსაცმელი. ჩანთან შენი დანარჩენი ჩემი შიდა. კაი მაინტერესებს ერთი ჩემოდნით რომ მოხვდი რა მოიტანე ჩემოდნით ეს პალტო გიცხო თვის არც მithქვამს რამე რა უნდა მეთქვა რა სისულელეა უბრალოდ ძალიან სასაცილო იყო რა თვითონ დამიწყო რა შენი ეს მაცვიაო შენი ის მაცვია შენი ეს მაცვია და იმხელა ჩემოდნით არის ჩემთან მოსული 20 კილოიანი დიდი ჩასაბარებელი ბარგით
ხო, მაგრამ არა. წავედით, აიღე. ნიკა თურქეთში რო გთქვით, ხო? რა? ხო და მაგას ხუმრობ რომ რა მოიტანეთ ხო? რა მოიტანეთ ხო მაგას გეხუმრები ზუსტად? არაფერი არ მოგიტანია. აი დღეს ფრთხილები რო გავიკეთე, რატო არც კი მკითხე. რაღაც გკითხე და ისეთი პასუხი გამეცი, აღარაფერი აღარ მიგკითხე. რა მოიფიქრეო? აი როგორ ნერვები არ მომშლოდა. რა მოიფიქრე მე? ბოდავ რო ცე როგორც ყოველთვის ეხლაც გონებას უკარგავდით შიმშილისგან. ხო და შემოვედით. ბლენდი არის ესეთი კაფე, ძალიან კარგი, ლამაზი, გუშინაც რო ვაქეთ მე არ მოგვეწონა საჭმელი და მომსახურება, მაგრამ იმედი აქ მოგვეწონება დღეს. ხო და pet friendly-ია, სანით შემოვიყვანეთ, აგერ დავაბრძანეთ და ველოდებით ახლა ჩვენს შეკვეთას. მე დღეს ისევ იტალიურს მივეცი შანსი და ნიუკი შევუკვეთე და თაკომ საკმაოდ კარგი კერძი. ნახოთ როგორი იქნება. ძამქშია. დღეს მთავარი ჩემი საქმეები იყო ფრჩხილების გაკეთება დილით და ძლივს მივაღწია, იმიტომ რომ ეს ბოლო დღეები მაქვს სიზარმაცის დღეები. განსაკუთრებით სიზარმაცის დღეები, იმიტომ ეხლა კიდევ უფრო მეზარებოდა, მაგრამ აი თავს ძალა დავატანე და წავედი და მოვიწესრიგე ფრჩხილები. ნიკა აქ რო არ არის, ცოტა მოწყენილი ვარ და კიდე ეს მდგომარეობას რო ემატება. ხო და ასე რომ ეს საქმე მქონდა და კიდევ ის რაც ვიყიდე, ხო, GPS-ის მთელი დღე, იმიტომ რომ კვირა მიუხედავად იმისა, რომ კვირა იყო და საცობები არ იყო, წარმოიდგინე კვირა რო არ ყოფილიყო თაკო. როცა გამოვდივართ გარეთ შაბათ კვირას, ყოველთვის ისე ხდება, რომ სულ მთელი დღე ვუნდებით ხოლმე რაღაც გაკეთდეს. მივდივართ ახლა რომ ტკბილეული ვიყიდოთ. ეს იყო ჩვენი სადილი ვახშამი და საუზმე ერთად პირველად უჭამეთ დღეს და გემრიელი იყო, კარგი ადგილია. მთელი დღე ჩვენ მოვანდომეთ GPS-ის რაღაცების ყიდვას. მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, არ დავღლილ ვარ მე, სალოსი არ ვიცი. მე არ მინდა ქუქი. მადლობა, ნახვამდის. ესე გამოიყურება ორცხობილა. სალომეს ძალიან უყვარს ესეთი ქუქიები. და შემდეგი არის ბანებია. ნუთელით და ფისტის კრემით. სალოს არ უყვარს ფისტის კრემი, მაგრამ მე ვგიჟდები, აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს ფისტით. და ზუსტად მაგიტომ მიყვარს დუბაის შოკოლადი. ჭკუა მეკეტება. ეს არის ნუთელით და ფისტის კრემით. მე ესეთი ორცხობილა არასდროს გამოსინჯავს. ჰიმოგიგვდი. არითირო? არა, მიყვარს ზოგადად და ამიტომ რა არ გიყვარს? ეს ძალიან ბევრი კარაქი აქვს ორცხობილებს. soft cookies რაც არის.